მაქვს თეორია Candace Owens-ზე და მომისმინეთ, რადგან უცების Nick Shirley-ს დაესხა თავს. იცით იმ ბიჭს, რომელმაც ბევრი ყურადღება მიიპყრო თავისი მხილებებით. და ვიცით, რომ ის ერიკა კირკსაც უტევს. და იმ ფაქტის გარდა, რომ ის ზარმაცი და მანიპულატორია და ალბათ ამ ეტაპზე ნარცისიცაა თუ ოფიციალურად არა, ჩემ მიერ მაინც დიაგნოზირებულია. მაგრამ აქ კიდევ რაღაც ხდება, რაც ვფიქრობ ყველაფერს აერთიანებს. და დამითმეთ ცოტა დრო, რადგან მგონია, რომ ამ ვიდეოს ბოლოს ყველაფერი გასაგები იქნება. ის ფაქტობრივად ამბობს, რომ ეს ყალბია. ის ამბობს, რომ ეს ყალბია. და მე ვფიქრობ, იქნება ამ პოდკასტერებმა მართლაც დატოვონ თავიანთი პოდკასტ სტუდიები, pad, შეურაცხყოფის გარეშე. დატოვონ თავიანთი პოდკასტ სტუდიები და წავიდნენ და ჟურნალისტობით დაკავდნენ. მათ რეალურად ნახავდნენ, რომ რაღაცები ზოგჯერ უბრალოდ ხდება. ეს ბოლო ნაწილი მართლა გამაცინა, იმიტომ რომ უბრალოდ ძალიან სასაცილოა. და მე ეს ყველაფერი, რატო არ სცადე ნამდვილი ჟურნალისტიკის გაკეთება და პოდკასტის სარდაფიდან გამოსვლა. ვერ აგიხსნი, რამდენად მაბრაზებს ის ფაქტი, რომ თითქოს პრივილეგირებული ვარ, როცა სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. სინამდვილეში Nick Shirley პოდკასტინგამდე, ჩემს სარდაფში, დაქორწინებამდე და შვილების გაჩენამდე საკმაოდ ბევრი რამ გამოვიარე ცხოვრებაში. ვცდილობ დაგვაჯერო, რომ უბრალოდ 23 წლის ბიჭი ხარ, რომელმაც 48 საათში ფაველაში შეაღწია. მე არ მჭირდება ზედაპირზე მეტი დანახვა. ეს ყველაფერი თავად გამოვიარე. ამ გარემოებებში მეც მეცხოვრა. და აშკარად გამოვირჩეოდი Nick, როგორც თეთრკანიანი ბიჭი, რომელიც კამერით ფაველაში დადიოდა. მასაც გამოუცდია ეს გარემოებები. ბანდებზე საუბრობს, ბანდებთან იყო დაკავშირებული, რამე ზიანი მიადგა. ყველას თანაგზნობა გამოავლინეთ, რადგან Candace Owens მხოლოდ ახლა შეუძლია იჯდეს თავის მილიონიან ან ათეულობით მილიონიან სარდაფში. სინამდვილეში არ ვიცი რამდენი ღირსღირს, მაგრამ მანამდე მან ნამდვილად იცოდა, რას ნიშნავს ფაველებთან დაპირისპირება. ღმერთო. სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რაც იცის ყველამ, ვინც აქ ცხოვრობდა და ამ ადგილებში ყოფილა, ასე არ იქცევიან. ეს უბრალოდ გადარჩენის ძირითადი წესია. ასე არ იქცევიან. მე ისეთი ოჯახური შეკრებები მაქვს, რომ Nick Shirley ვერც შეაღწევდა და ვერც გადარჩებოდა. ეს რეალობაა. ასე რომ ეს მთელი ეს მაგარი ბიჭის ამბავი, იმიტომ რომ სარდაფიდან არ გამოდიან ისე ჟღერს, თითქოს ძალიან დაცულ გარემოში გაიზარდე. ისე ლაპარაკობ, თითქოს ძალიან დაცული იყო შენი ცხოვრება, თუ გონია რომ. იმიტომ რომ დღეს პოდკასტს წერ, წარსულში ბევრი რამ არ გამომიცდია. მხოლოდ ის მინდა ვთქვა, რომ Wendy ცოტათი აღელვებული ჟღერს, როცა მას იმ იდიოტად მოიხსენიებენ, რაც სინამდვილეშია. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ მას სინამდვილეში სიმამაცე არ ყოფნის. რადგან მას სიამოვნებს სარდაფში ჯდომა და ყველას შეურაცხყოფა, მათ შორის Nick Shirley-ს, ერიკა კუკის და ყველა სხვასაც. მაგრამ მას ყველას უნდა დაუნტკიცოს, რომ ოჯახური შეკრებები აქვს. ოჯახური შეკრებები, რომლებსაც შეიძლება მართავდეს. ხალხი ვერ შეძლებდა, ჩვენ ვერ შევძლებდით იქ მისვლას. იქ და მისი დაცვა დაუფინანსოთ, რომ ოჯახურ შეკრებებზე წავიდეს. რა კარგი იდეაა. ბიჭებო, უნდა წახვიდეთ და Candace Owens ფული შეუგროვოთ, რომ ოჯახური შეკრებებისთვის დაცვის დაქირავება შეძლოს, რადგან ისინი უბრალოდ წარმოუდგენლად საშიშია. მაგრამ კიდევ ერთხელ, Candy Wendy ამტკიცებს, რომ ის უბრალოდ საშინელი ჟურნალისტია. რადგან მას Nick Shirley-ის შესახებ ყველაზე საბაზისო რაღაცებიც კი არ იცის, რაც ძალიან მარტივად შეიძლება გაიგო თუ ოდნავ მაინც ეცდები კვლევას. სხვათა შორის მოგესალმებით გადაცემაში Pushback-ი. მე მირა კეი ვარ, თქვენი წამყვანი. დარწმუნდით, რომ გამოიწერთ არხს და დაალაიქებთ ამ ვიდეოს. და ახლა მოკლე სიტყვა ჩვენი სპონსორისგან. უნდა ვისაუბროთ Medicare-ზე, რადგან თუ Medicare-ზე ხართ, დაფიქრდით, როგორ აირჩიეთ თქვენი გეგმა. ვინმემ შეგადარებინოთ ყველა ვარიანტი და დაგეხმარათ თქვენი ექიმების, სწამლებისა და საჭიროებებისთვის ყველაზე შესაფერისი გეგმის პოვნაში. თუ უბრალოდ რამდენიმე გეგმა მოგცეს და გითხრეს აირჩიო, უმეტესობისთვის სამწუხაროდ ეს მეორეა. და სწორედ ამიტომ მინდა გიამბოთ Chapter-ზე, რადგან Chapter-ი განსხვავებულია. ისინი დამოუკიდებლები არიან და ერთადერთი Medicare მრჩევლები არიან, რომლებიც ადარებენ ყველა ხელმისაწვდომ გეგმას ქვეყნის მასშტაბით და არა მხოლოდ იმ გეგმებს, რომლებიც მათ ყველაზე მეტად აძლევთ სარგებელს. ისინი ამოწმებენ თქვენს ექიმებს, რეცეპტებს და პრიორიტეტებს და შემდეგ გირჩევენ გეგმას, რომელიც ნამდვილად შეგეფერებათ. მათი მრჩევლები ხელფასზე არიან. ამიტომ ისინი ნამდვილად არ გიბიძგებენ კონკრეტული გეგმებისკენ. ისინი იქ არიან, რომ დაგეხმარონ სწორად აირჩიოთ. თუ უკვე სწორ გეგმაზე ხართ, გეტყვიან ამას. თუ არა, დაგეხმარებიან გეგმის შეცვლაში. წინა წლის უფროსი ასაკის ადამიანები, რომლებმაც Chapter-ის საშუალებით შეცვალეს გეგმა, საშუალოდ $1000-ზე მეტს დაზოგეს. ზარი უფასოა. დაახლოებით 20 წუთს გრძელდება და შეიძლება თქვენ ან თქვენ საყვარელ ადამიანს ბევრი ფული და სტრესი დადიზოგოთ და ჩვენ სწორედ ამისთვის ვართ აქ. თუ ყავთ მშობელი, ბებია, ბაბუა ან საყვარელი ადამიანი, რომელიც Medicare-ზეა, ეს ნამდვილად რიფს მოსინჯვათ. დარეკეთ Chapter-ში ნომერზე 6106337. ეს არის 6106337. მოდით დავიწყოთ ფულის დაზოგვა უკვე ახლა. ასევე ჩვენი ფული იქ წავიდეს, სადაც ნამდვილად იმსახურებს და არა ისეთ ადამიანებთან, როგორიცაა Candace.
ეხლა უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს. რატომ გახდა კენდესი ასე შეპრობილი ნიკ შელით ბოლო დროს? ვის აინტერესებს? მიეცი ბიჭს საშუალება გააკეთოს თავისი გამოძიება. და რაც მთავარია, მას ძალიან დიდი საზოგადოებრივი ყურადღება ექცევა. რატომ არ დაუჭერ მხარს და არ მიიღო საზოგადოებიდან რაიმე დადებითი გამოხმაურება? მიზეზი ასეთია. კენდესი შურიანი ქალია და უბრალოდ ვერ ეგუება იმას, რომ 23 წლის ახალგაზრდა მასზე მეტ ყურადღებას იღებს. იმიტომ რომ თუ საკუთარ თავს კითხავ, ბოლო დროს ორი მთავარი ამბავი რა არის? ცხადია ეს კენდეს ოუენსი და ერიკა დრიუმია, მაგრამ ნიკ შირლი, სომალიელები და ჟურნალისტური გამოძიება საკმაოდ ბევრს აკეთებენ. მას ეს ვერ გადააქვს. ამიტომ გადაწყვიტა რომ თუ ვერ დაამარცხებ, შეუერთდი. მოდით დავიწყოთ კონფლიქტი ამ ახალგაზრდა 23 წლის ბიჭთან, რომელსაც ალბათ არც კი იცის როგორ გაუმკლავდეს კენდესის დონის ურთიერთობებს, რადგან კენდესი უმაღლეს დონეზე თამაშობს. ჩვენ საუბრობთ როგორც უკვე იცით ამერიკის პრეზიდენტზე, საფრანგეთის პრეზიდენტზე, მას კარგად ესმის რას აკეთებს, მან სადა ისრაელის პრემიერ-მინისტრზე შეტევა, ასე რომ მისთვის ნიკ შირლი მარტივი სამიზნეა. მოდი მას დავესხათ თავს. მოდით დავიწყოთ კონფლიქტი და გულწრფელად რომ თქვა ეს ცოტა სამარცხვინოა და უბრალოდ აჩვენებს რამდენად დაბლა შეუძლია დაეშვას. მადალითად. რატო არ სცრი ნამდვილი ჟურნალისტიკის კეთებას და პოდკასტინგის სარდაფიდან ამოყვანას? ალექს კლარკმაც დაადასტურა ეს, რადგან მასაც არ შეუძლია გამოტოვოს შესაძლებლობა, Turning Point-საც არ შეუძლია გამოტოვოს შესაძლებლობა, რადგან მათ გონიათ, რომ მე წავართვი ის, რაც მათი აზრით მათ ეკუთვნით. მაგრამ მან ეს დაწერა. ნიკ შირლი ნამდვილი ჟურნალისტია, კენდას ოუენსი არა. კარგი, ანუ პოდკასტს ვაკეთებთ, სარდაფში ვართ. Hey Nick, მიზეზი, რატომაც ვიცით, რომ ამას აზრი არ აქვს, რეალურად ისაა, რომ სოფლიოში ყველაზე რეალობას მოწყვეტილი ადამიანი უნდა იყო, რომ ვინმეს აგიხსნას, რატომ არ არის ეს სარწმუნო. კარგი. ეს არ ეხება, ეს არ არის სამსახური. კარგი. ადამიანები უბრალოდ ესეთ სიტუაციებში ცხოვრობენ. ადამიანები პირდაპირ მნიშვნელობით ჩემს ოჯახში მყავს 5 წლის ბავშვები, რომლებმაც უფრო მეტი ნახეს და გამოიარეს, ვიდრე შენ ალბათ ოდესმე გამოგიცდია ცხოვრებაში. თავად ეს გარემოება არ მომხდარა. და ვერ აგიხსნამდე მაბრაზებს ის, რომ თითქოს პრივილეგირებული ვარ, როცა სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. შენ ამას ჩიკაგოში ვერ გააკეთებდი. შენ ამას ვერ გააკეთებდი დეტროიტში, ბრაზილიის ზოგიერთ ნაწილში, თუ იქაური ადამიანი იმ უბნიდან გვერდით არ გეყოლებოდა. ასე რომ არა, საქმე არ ეხება ჩემს სარდაფში პოდკასტის ჩაწერას. სინამდვილეში ნიკ შირლი, მე ბევრი რამ გამოვიარე ცხოვრებაში, სანამ ჩემს სარდაფში პოდკასტის ჩაწერამდე მივიდოდი, სანამ საერთოდ ამას დავიწყებდი. მისი ხმა ცოტა აღელვებულად ჩვენს მგონი ეს სიტყვა, ცოტა თავდაცვითადაც. და ყოველთვის იცი, როცა ვინმე ცოტა თავდაცვაში გადადის, ეს კარგი ნიშანი არ არის. კენდის ოუენსი ახლა იმდენად შურიანია იმ ყურადღების გამო, რასაც ნიკ შელის მძიმე შრომა აძლევს. ის ისეთი საშინელი საგამოძიებო ჟურნალისტია. მას არც კი იცოდა, რომ მან 2 წელი ჩილეში, სან-დიეგოში გაატარა, როგორც მორმონმა, ველოსიპედით დადიოდა, ესპანურს სწავლობდა, შემთხვევით კარებზე აკაკუნებდა, კულტურას ეცნობოდა და ადამიანურ კავშირებს ამყარებდა. განსხვავებით კენდის ოუენსის 2 თვისგან, რომელიც სკოლაში ცხოვრობდა, არ ვიცი კამპუსზე იყო თუ არა, მაგრამ მას სოკოს პრობლემა ჰქონდა. როგორც არ უნდა იყოს ის მართლა სულელია და უფრო უარესია ვიდრე ზარმაცი, ვითომ ჟურნალისტი. მას მხოლოდ 5 წუთი დასჭირდებოდა, რომ გამოეკვია მისი გამოცდილება სამხრეთ ამერიკაში და დაენახა, როგორ აჭარბებს მისი გამოცდილება კენდის ოუენსისას, მაგრამ ის ძალიან ზარმაცია. ის უბრალოდ მათვარა და სიბრაზეზე დაფუძნებული კომენტატორია. მას ეს არ ესმის. ვერ ვიტყვი, რომ არ ვეთანხმები მას. მოდი ვნახოთ რა სიტყვის ეს ბიჭი. მინდა რომ უბრალოდ შევარხიო ის. უბრალოდ მინდა რომ გაჩერდეს. ისე ჩანს თითქოს რაღაც არასწორად მუშაობს მასში. იცი, როცა რაღაც არ მუშაობს, გავს ეს უცნაური იდეა, რომ თუ შეარხებ, შეიძლება უკეთესად იმუშაოს. ფიქრობ, ეს არ მუშაობს. ზუსტად ასე ვგრძნობ თავს. გონია რომ მართლა რაღაცას მივაგენით ამ კენდისთან დაკავშირებით. მაინტერესებს შეგვიძლია თუ არა ვიცინას წარმეთვალოთ გოგოებო. მოდით თამაში ვითამაშოთ. მაინტერესებს შეგვიძლია თუ არა ვიცინას წარმეთვალოთ ვისზე გადაერთვება კენდისის შემდეგ. მოდით ვნახოთ თუ შეამჩნევთ ისტორიას ვიღაცაზე, ვინც ბევრ ყურადღებას იპყრობს. არის ერიკა და ჩარლის ამბავი, არის ნიკ შელი. მოდით ნახოთ იქნებ კიდევ ვინმე აირჩიოს. იფიქროს, ხო იცი რა, უნდა მიუდგემათ, რადგან მინდა ამ ისტორიაში ჩავერთო. მინდა მათი პოპულარობით ვისარგებლო. ჩემთვის ასე ჩანს, რომ ეს უკვე მისი სტილია. ამიტომაც ამ ვიდეოში ახლა ერიკა კუგზე გადადის. ანუ ნიკზე გადაერთო და ეუბნება: შენ ისეთი უსარგებლო ხარ, ვერაფერს ხვდები. ჩემი 5 წლის ბავშვებს შენზე მეტი გაუძლიათ. და თითქოს კარგი იქნება ასეცა. შენ ნიკზე რა იცი? არაფერიც არ იცი ნიკზე. და შეიძლება ეს მართალიც იყოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მამაცი ჟურნალისტი არ არის, მაგრამ აქ ის ერიკასაც ერჩის. გონია რომ ერიკა არ მუშაობს. ხვდები რას გულისხმობ? ის არ მუშაობს. და მინდა რომ ეს გამოსწორდეს. ჭკუიდან ფშლის. ვინმეს ოდესმე ნარცისთან ქონიათ ურთიერთობა, იცით რას ნიშნავს გაუმკლავდე ადამიანს, რომელიც უბედურია იმიტომ, რომ ვერ გაკონტროლებს. ხო, აი ეს არის. ისინი აწყობენ ზრდასრულის ისტერიკას. ზუსტად ისე, როგორც კენდისი. ეს პირდაპირ ნარცისიზმის განმარტებაა. ვიღაც სხვას აქცევენ ყურადღებას, ეს არ მომწონს. ვაი, კენდისი ცოტა საცოდავია, არა? როგორც არ უნდა იყოს. მადლობა თქვენ ყურადღებისთვის ამ საკითხზე. მისი დრო მალე მოვა. მისი დაცემა უკვე ახლოსაა. ცხადია არ გულისხმობ მის მოკლას, უბრალოდ რომ განმარტო, გულისხმობ იმას, რომ ხალხი სულ უფრო და უფრო ხედავს, რამდენად შურიანია ის. და მგონია, რომ ჩვენი ახალი თეორია შეიძლება მართალი იყოს.